სიამაყლობის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს პარტია გახარია საქართველოსთვის. ტატა ხველელიანის განცხადებით, ქვეყანაში პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 3 წელია შემსუბუქებულ პირობებში ხდის სასჯელს, ამ დროს კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზიამაყლობელი უკანონოდ არის დაკავებული და 17 დღეა შიმშილობს. ხველელიანი ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. პრივილეგირებული პატიმარი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, უკვე მე-3 წელია სრულიად უარგუმენტოდ იმყოფება ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც ის იხდის სასჯელს შემსუბუქებულ პირობებში. მის გამო იწვევენ კონსილიუმებს, ყიდულობენ მილიონიან აპარატურას, სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან. ამ დროს კი სინდისის პატიმარი ქალი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და ასევე შიმშილობს უკვე მე-17 დღეა. მივმართავთ ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრებს. სასწრაფოდ გადაიყვანეთ მზია ამაღლობელის საავადმყოფოში და გვაცნობეთ საზოგადოებას ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.